დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს. ცვლილებები 5 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანის აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და მასთან დაკავშირებული პირისგან მიღებული ქონების ფარგლებში. ცვლილებით გათვალისწინებულია საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც დაზარალებულის კომპენსაციის საშუალება. დაგეგმილი ცვლილებებით დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც, ასეთ დროს განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე ან უფლება მონაცვლე პირზე გადავა. ეს კანონპროექტი ერთი მხრივ მიზანად ისახავს, რომ პრევენცია მოხდეს, რომ ახალი დანაშაულები არ იქნეს ჩადენილი და მთავარი საკითხი აქ არის კომპენსაცია, რომელიც უნდა მიიღოს დაზარალებულმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც სადეს და ამავდროულად სისხლულეში მოიყვანეს, რომ სხვისი საკუთრების მისაკუთრებით იქნება თაღლითური გზით, გაფლანგვით, მითვისებით საკუთარი ჯიბის მუთმობა სცადეს, ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ, რომ შესაბამისი კომპენსაცია გადაიხადონ. თავარი არის, რომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ სურვილი და ამავდროულად გონიათ, რომ ისინი ჩასხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თავისუფლების აკრძალვის კონკრეტულ ვადას მოიხდიან და შემდეგ მიყენებული ზიანის შერჩება და გააგრძელებენ თავიანთ ამ ქონებით თუ სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას, ეს შესაძლებლობები გამარტივებული წესით უკვე აღარ იქნება შესაძლებელი.